დღეს უჩანანუაშვილმა კახა კალაძე ხუდონ ჰესის თემაზე გააკრიტიკა. ომბუდსმენის განცხადებით აუცილებელია დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან და ასევე აუცილებელია იმის შესწავლა დაირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ენერგეტიკის მინისტრმა მეტი პასუხისგებლობა უნდა გამოიჩინოს ამ თემაზე საუბრისას. ემიტა ვთხოვო ბატონ კახი კალაძეს მომავალში როდესაც მსგავს გადამოუწყებელ განცხადებას გაავრცელებს პირველ რიგში კონტაქტი დაიჭიროს საკუთარ პრესამსახურთან, რადგანაც მე დამჩასთავეჭდილება, რომ მას არ ქონდა ის ინფორმაცია, მას არ ქონდა წაკითხული განცხადება, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მსგავს შეურაცხყოფელ განცხადებას არ გააკეთებდა. სახალხო დამცველის ბრალდებებს ბრალდებითვე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა და უჩანანუაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა. კახი კალაძის განცხადებით სახალხო დამცველის აპარატის შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროსთვის არ მიუმართავს. ხუდონ ჰესის მშენებლობაზე კომენტარი დღეს გარემოს დაცვის მინისტრმაც გააკეთა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ეს არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. მათ მხრიდან იყო ერთი განცხადება შემოსული ოფიციალურად, რომელიც ითხოვდნენ ხუდონთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ხელშეკრულების თემა იყო და ჩვენს მიერ 4 გვერდიანი დოკუმენტი იქნა გადაგზავნილი. სხვა რაიმე ოფიციალური წერილობითი ან ოფიციალურად შეეძლოთ ჩემთან პირადად მე დამკავშირდებოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გაგვემართა შეხვედრა ჩვენ და ინვესტორს ხაიშის მოსახლეობასთან, კიდევ ერთხელ სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, არ ყოფილა. თვითონ რაც შეეხება დიალოგის დაწყებას, ალბათ თქვენ მოწმენი ხართ ამ ყველაფრის, მე რაც დავინიშნე პირველივე დღიდან ზუსტად ამისკენ ვარ მოწოდებული, რომ დიალოგი უნდა შედგეს. ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო ასე მეტი შენიშვნა. შენიშვნების დიდი ნაწილი შეეხებოდა სწორედ იმას, რომ ესა თუ ის კვლევა არ იყოს სრულყოფილი. შესაბამისად, სანამ ეს კვლევები არ იქნება წარმოდგენილი, რთულია საუბარი ზუსტად რა გარემოს დაცვითი საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს პროექტი.